ვიზუალიზაციის ძალიან უნიკალური გამოყენების მეთოდი მინდა რომ გაგიზიაროთ. ბევრი იყენებს ვიზუალიზაციას როგორც შელოცვას, იმისთვის რომ სასურველი რეალობა მოიზიდოს, მაგრამ მე გთავაზობ რომ ვიზუალიზაცია გამოიყენო როგორც დიაგნოსტიკა. იმისთვის რომ ზუსტად გაიგო, რა დგას შენსა და შენ სასურველ რეალობას შორის. ჯერ ჩვენთვის კარგად ნაცნობი, უნდა დავჯდეთ წყნარ ადგილას, ან მედიტაციის მერე, ან ძილის წინ, ან ახალგაზრდებულზე და მაქსიმალურად რეალისტურად წარმოვიდგინოთ ჩვენი სასურველი რეალობა. მაგრამ ამ სავარჯიშოს თვითმიზანი ის არ არის, რომ ამ რეალობით დავტკბეთ. მიზანი არის ის, რომ აღმოვაჩინოთ ის დისკომფორტები, რაც ამ რეალობას ახლავს თან. გკითხე საკუთარ თავს, ამ რეალობაში რომ ვიყო, რა შემაწუხებდა, რა დისკომფორტები მექნებოდა. ეს დისკომფორტები ცნობიერების მიღმარჩება და კულისებიდან ასაბოტაჟებენ ჩვენ სურვილებს ისე რომ ვერც კი ვიგებთ. ჩემი მაგალითი რომ მოგიყვეთ, მოკლედ ამას წინათ ავდექი და წარმოვიდგინე, რომ მაქვს ძალიან დიდი რაოდენობის შემოსავალი. იმაზე გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე მე რეალისტურებოდა და გამიზნულად დავიწყე დისკომფორტების ძიება. ბევრი ძებნა არც დამჭირვებია, ძალიან მალევე დამეუფლა შეგრძნება, რომ ეს თანხა არაფერში არ მეყოფოდა. აქ მივხვდი, რომ რაღაცა წესრიგში ვერ იყო. ანუ რანაირად შეიძლება აბსურდულად დიდი რაოდენობის შემოსავალი მქონდეს და თან ის შეგრძნება მეუფლებოდეს, რომ ეს ფინანსები არაფერში არ მეყოფა. ზუსტად ეს აბსურდულობა იყო იმის ინდიკატორი, რომ მივაგენი ერთ-ერთ მიზეზს, რაც ქვეცნობიერულად ხელს მიშლიდა იმაში, რომ მქონოდა ეს უშველებელი რაოდენობის შემოსავალი. იმიტომ რომ თუ საკმარისზე მეტი ფული გაქვს და მაინც დანაკლიც გრძნობ, ესე იგი მთლად ფულში არ არის საქმე. რაღაც რწმენა, წარმოდგენა ან ჩვევა არის შენს გონებაში, რომელიც არასწორ წარმოდგენას გიყალიბებს იმასთან დაკავშირებით, თუ რას იმსახურებ და რას არა. მოკლედ გავყევი ამ ჯაჭვს, დაახლოებით 3 საათი ვიჯექი, ვწერდი, ვფიქრობდი და საბოლოო ჯამში ჩავედი ფსკერამდე და აღმოვაჩინე, რომ ამ რწმენის მამოძრავებელი ძრავი იყო ჩემი სირცხვილის შეგრძნება. საკუთარი თავის დადანაშაულება იმაში, რომ ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპზე ჩემი პოტენციალი გავფლანგე. ვერ გეტყვით, რომ ცნობიერულად ამისი მჯეროდა, მაგრამ ქვეცნობიერულ რწმენებს საერთოდ არ აინტერესებთ ზეცნობიერულად რას ვფიქრობთ. თავისთვის წყნარად ზიან და ისეთი გადაწყვეტილებებისკენ გვივიწყებენ, რომლებსაც ჩვენი სურვილებისგან ძალიან შორს მივყავართ. Shadow work-ის ტექნიკით დავამუშავე ეს საკითხი. ეს ტექნიკა თუ გაინტერესებს, ამ ვიდეოში შეგიძლია რომ ნახო და მეორე დღეს რომ მივუბრუნდი, საერთოდ სხვა სურათი დამხვდა. ისევ მოვიხმე ეს ვიზუალიზაცია და გამიზნულად ვეძებდი იმ დისკომფორტს, რომელიც წინა დღეს მქონდა. მართლა ძალიან დიდი დრო დავუთმე, რომ რაიმე კვალი მაინც მეპოვნა, მაგრამ ნაცვლად დისკომფორტისა დამხვდა სტაბილურობის, მოდუნებულობის და სიმსუბუქის შეგრძნება. რეალობაში ეს ყველაფერი გადმოითარგმნა იმაში, რომ ძალიან დიდი სიცხადე მომეცა იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა ყოფილიყო ჩემი შემდეგი ნაბიჯები. გამიზარდა გამბედაობა, мотиваცია, ენერგია და რწმენა საკუთარ თავში. თითქოს იქამდე მომავალი იყო ბუნდოვანი და ახლა რაღაცა ძალიან კონკრეტული ცხადი მიზნისკენ მივდიოდი. ეს ტექნიკა შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხოვრების ნებისმიერ ასპექტზე და მართლაც გირჩევთ რომ სცადოთ და ნახოთ რა შედეგებს მოგიტანთ. თუ გინდა რომ პირადად დაგაკვალიანო როგორ უნდა დაამუშავო ასეთი ტიპის ქვეცნობიერული პატერნები, გადადი ლინკზე ჩემი ინსტაგრამის ბიოში და მცირე რაოდენობის ადამიანები შეძლებთ რომ დაჯავშნოთ ჩემთან პირადი კონსულტაცია.